სიცოცხლე
რაც ესეთი უდრო და ძალიან ადრესავით ჩვენგან საერთოდ შეცდომა გვინდა რომ ჩემი ჩანაფიქრია როგორც ჩემი მეგობარი ჩემი ომარი იყო საოცრად ჩვენ სულ ერთად მოგზაურობებში ეს კაცი იყო რაღაც აღარ დავიწყებ როგორ უბრალოდ სალამოს მაგრამ ეს იყო რაღაცა აი როგორ განვიდა ნებისმიერ კონცერტზე გამოსვლა საშინლად ესე იგი დაიწყებდა ამ რეპეტიციას სალამოს უბრალოდ მეუბნები ომარი იმეცოდი გააჩერდი ეს სალამური სხვა ისე გამოდის თეატრში რომ მე მეუხარე აგავდა დაუკრა შეგვიძლია ეს შენ რეპერტუარი მოასმენი ამ ხალხს არა მაინც არ შეგვიძლია ეს იგი ფურდები ისო არ შემიძლია ვერ ვაჩერებდი მაგნაც ამოდიოდა და იყო ტრიუმფი აი ტრიუმფი ეგეთი რა მე არ მიგახსენე მე რომ რუსთავის ანსამბლში მივედი ყველაზე პირველ ნომრად კონცერტის უმართლესი რუსთავის ეხლა მე ისე კი არა რომ რაღაც ბოლომით გული კი არ მომდიოდა ნუ ქართულზე როგორ უნდა აჯობოს სალამი აი როგორ შეიძლება ვაჯო ნუ ჯობლი გამოდიოდა ესე იგი გამოდიოდა ომარი და თელი დარბაზი აი ოვაციით ხდებოდა ეს იყო რაღაც საოცარი მე რამდენია ფარიკაობის მერე გაუშვიო კიდე რა მიშევი ფარიკაობის შეგვიძლია შეიძლება მე რაღაც ისეთი ნომერი გაუშვი რომ მე ვთქვი რაღაც შეიძლება მოუღებო ამას ამის წარმატება რომ ცოტა შევავსო არა ვერაფერი ესე იგი ძალიან ბევრი შევიდა მე ომარზე ვილაპარაკო აქ ეხლა ძალიან ისე დიდი მეავადე დღე ახლა სულ მოწყენილები ვარ სულ ეს რაღაცნაირ მაგრამ მიწეთი რავი გიქრა ლოგიკურად ეს რაღაც მე გავიხსენებ შენ გომას გავიხსენებ როცა ჩვენ ვიყავით იაპონიაში ერთი თვის მან გასწროლი იყო ერთი თვე ვიყავით იაპონიაში და იქ ვიტყოს თქვენ აი ამ თანხით რასაც მიიღებთ მანქანებს შეიძლება მანქანებს იდეებს ნუ ეხლა ყველა გავუხარდა და ომად გაგიქრა ნუ მე მეკითხება აი მანქანებს როგორ გიგიოთ ეს ნუ ეკითხი მე მასალა შეიძლება ყველაფერს მოგვარდა ნუ მართლაც ეს იაპონელები ცდილობენ როცა შენ აი ფული დაგახარჯი ქვეყანაში არ გამოგატარო ყველაფერს თავაზობენ მანქანა და ეს ფული გადავიხადეთ ჩვენ მოყოლ მანქანები არ ვიცი სადაა როგორ მიყავს 7 კაცი 5 კაცი ან სათამაშოში მიყვარენ ამ მანქანები ძველი მოგება ახალგაზრდობებს ძველი მანქანები რომ ავარჩიო თუნდაც წამოვიწყო ეხლა მე არ ვიცი იმ ჯგუფში იყო მაგ თუ არა მაგრამ ახსოვს ნუგზარ გელაშვილი მე ვიყავი და ნუგზარ გელაშვილი და მე ვიღებდი თუ არა ავარჩიეთ ერთი იყო ავტომატიკი ჩემი იაპონური მანქანა და მეორე იყო ესეთი ჩვეულებრივი ნუგზარის თესავით გასხოვდებოდა და ობრალოდ სადაც იყიდა ეს მანქანა და ნუ ეხლა ის პირველი დღეებია მე გამოვიდა ჩვენი მანქანები რომ როგორია და ეხლა მე ნუგზარს ვეუბნები გელაშვილი და როგორი მანქანა ვექცევ ომას ვიქცევ შენი მაგარა გასულ არაფერი არ მასწავლა არ ვიქცევ როგორ ვიქცეოდა მე როგორც იქნა ნუგზარმა დაინახა ჩვენი მანქანა და ნუგზარმა როიქნა და ამ ავტობუსში აფდა აი ჩვენი მანქანა ბიჭო და არის და სადაც დავინახო თუ ჩემო ეხლა ომას ვეუბნები შენი მანქანა ბიჭო დაინახე არა მეუძა მუზეუმში და რა ეხლა როგორ ჩამოვიდი სტრინდში და ნუ როგორც იქნა მოგვივიდა ის რომ ნახეცაში ჩავიდეთ და წამოვიყვანე ჩავიდით იქ და უმარის მანქანა მეუბნები გამაში როგორ შეეწირა ესეთი პატარა ოკარებიანი ნუ რა ეს რა დავსვანა მოვდივართ ეხლა რუსეთი და ესეთი ის არ უყავს მაგას მოგზაურობა და ეს რა რომ მივდივართ თუ უკან მოხდეს გოლიათი ამერე გოლიათი ჩვენთან და არ უშვებს მომას თუ პირველი წავა აგიჟდება რა თუ უკან მივიდა გამატარა თუ ჩვენთან მეოთხე წავი აბა გავიწყოთ ჩვენი ესე ის გამყვალავი იყო ნუგზარ გელაშვილი უჭირავს ეს ისარაკს ნუ და ეს მოვდივართ ის არის მომავალს და ეხლა მეუბნებს აიყვო და მიდის მიყვები უკან და აბა ეხლა რა ხდება რაღაცა ხედავ რომ გადავედი აი ის არ არის თავარი მაგა ნუ და ხედავ და შევედი ფანაშინის თაღანაში მეუღარ ბიჭო ეს არის რა რაკეტა ობრუბი დასამან მოგწევს ნუ მოკლედ არ ვასწრებ ამას გაიძინები ცოტა ლაბუცებ და ეს მეუბნება შევინახარ აგაფრთხო ომარი მეუბნება რასწრები ეს გადავწყვეტ რაღაცა და თუ ერთ ადგილას გავჩერდი და სადილო რაღაცა და რაღაც აშინებს ხახამია და
ну ვერ არ შეიძლება იშოვო გოლიათი იქარის, გუძარი იქარის, სუპერი იქარის და ну მე ძალიან მიყვარს სპორტი და რა ხარ შეგვიძლია ეხლა იქ არის კიდე ბრინჯი რაღაც არის ნებისა ომარი დაერაბა მე ამ კატარს არჩან ხოდა ეხლა იმას ეუბნება ისა ბრინჯი დავა რა თქმა უნდა მე სუნა ბრინჯი ეს ჩავხდა სიდვეცია გოგეზე ეშინია ჩავხდა ეს და ვიცინი და თან არ ვიდო გამიდაბა შემდგომ და გაიწინე ბიჭო გაიკარე ეს ჩავყვეთ და ვერ ვიგდი და გიძა თუ აი აქ მე უკან მოდიოდა მოვწერდა და როგორც ის მოვაყო როჯონი გიწე და რო დაიკარგა ეს აზბეკის დივალი და არავინ არ აღწევდა რომ ამოვიდა და წამოვიდა და არ ვიდა ვიცით რა დავწოვე გამოვიდა ო კაფეში ჩამოვიდა ესე იგი ბევრი რამე შემდეგ დავწერა ისეთი მაგალითად ესე იგი შეუმრობა შეიძლება თუ მე ეს რაღაც დაგიწერდა ისეთ რაღაცებს იყოდა შენ და ავტობუსში გაგაშავა ხოდა მე მეუბნებოდა ბიჭო გამანეცდა თორე ხანძამე გაგაშავა დაჟე მეუბნებოდა გენმანელი დამშენდა ეხლა მე გენიდები თორე იცი რა გითხრა ხო კაი მოწა კარგი ხაება ეს მაგრამ ნუ დაწინა პრიმერში ნუ ეში რაღაც ო ესეთი ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ყურე ბელგრონობა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვარ ოფიცი ხოდა ეს იქ აი კარი კალსაძეს მქონდა გადასარევად ფილარმონის საკონცერტო დარბაზი ყვებოდა როგორ ხაშობდა სუპს ხოდა აი მაგ როლში ჩვენც ვიყავით იქა და იყო ესეთი გუნდი ბატონი ამირან გოლიათზე იყო ნუ შეხოვარი გაკეთდა რაღაცებს და ეხლა რამოდენიმე წლის შემდეგ რაღაც აწუხე ეს უნდა დავშენოთ ეს ნუ კიდე რა მოხდა რატოშია ნუ დავიღალეთ იმასის ფოტოს ამასის ფოტოს იმასის ფოტოს და ეხლა ყველა თქვენთავს ვიღებთ ნუ მე გამოვედი რაღაცა და ცალკე ვარ ნუ მომბეზე ამასთან მიდან მისვლა დალაპარაკება რაღაცა და ამოიყვა თუნდე რომ მე ბევრ ულუფას ვიღებ აქა და გამაგდე ერთი ის არის რა ქვია მომენტია რომ მე მივდივარ ამ სადილობის და დალაპარაკობ და არ ვიღებ ვიდეოში გარი დაგაგე ეუძალი ნაჭავი ვარ ბიჭო შემოვიდი ეუძალი გადავაში ნუ რაღაცა გააჩ ეხლა თურმე ამ გულს ზეხვი უკიდე და ზედმეტი მოუწევს რომ უნდა შეინახო ზეხვიდან ეხლა იძახი თომარი გარეთ დადებო პანჯარაზე პრეზიდენტი შეჭამა აქ დადებო და ზულალები შეჭამა ჯობია ეხლა ჩამოწუ მოკლედ მე მართლა ბევრი გასასწრებელი მაქვს მაგრამ მე მიყვებოდა რომ აბა ეს არ მოყოლ შემდეგ რატო ყოლია რა მოყოლ ოყოლი ბევრი რაღაცა მაქვს გასასწრებელი მოკლედ მე მინდა რომ ერთი რამე თქვა რომ ქართული ცეკვა საოცრად უყვარს აი სულ იმის ფიქსი იყო როგორ გაეკეთებინა ეს ორკესტრი რომ ქართული ცეკვა აი ამ ორკესტრის საქმეზე გასული მე მინდა ერთი რამე გითხრათ აი უბედურების შემდეგ მე რაც მომივიდა გელაჩი ხელი ქუთაისში შეხვდა ხორმის კონცერტი აფეთქიებში და ქუთაისმა მოამზადა იქაური მონღოლები თუ ჩვენ რუსეთის მონღოლები იქ არიან აი მოწეპალების მოვიდნენ და მე იმ დროს ეხლა ისეთი თუ დღეში ვარ არც რომანმა მოიკლა თავი შენი ჭირიმე გაშადა ხელი ნუზე რა შემიძლია ვერ ვიცი ნუ რაღაცაა ის ძალიან დიდი კადრით ვიცეკვე ყველაფერი და ამ მოხდი მაგრამ არ ვიცი დუდუკით ამოიღო სალამურის გადადა დუდუკსაც პირველად უყავდა აოსტახა დუდუკს ქუთაისმა აი დუდუკს ვაკა ის არის დაფია რა მომყული ერთმა მოიწნა საერთი ოქროზე აი დაგიდო შეიძლება უკრავ სალამურს დუდუკსო ეს არ ეკადრებს შენ დუდუქსო შენ სალამურსო ეს არის უბრალო დაფია მომყული აი ესეთი სიყვარული ესეთი დიდი გული ეს მე გული ყოდა ნაკეთ იმაზე სახალხო არტისტი მე არ ვიცი სახალხო არტისტი გაგინდა ნუ ეხლა რა მეუღერე რომა შეგეძა შენ აგინდა ეს დიპლომი სადაც გამოყვა მე ვუხარი ნებისმიერ ადგილას საქართველოს ნებისმიერ თუ როდაგინა თავზე ოვაციების ხდება აი მე ვუხარი ეს არის სახალხო
Yoksa yalnız sapıklık diyor, koymuş var takar. Yapma, bir tane daha iyi bu diş olur. Yapma da. Sesi bu arada. Davos beni de etkileme gitti. Şimdi bu ben daha önce zaten tutuyor. Balafeta, diskutiyor, balafeta çentaldı. Beni de etkileme gitti. Ayak, ekla Omar Kelatrişvili suri treya. Tam ne böyle bisne. Omar Vajishvili, Omar Varishvili saçmamış. Biraz şemitli ama var boğu, bir de balafet davuk ediyor. Çent Omar. Skoro, çent şuz boğu var o sik saatleri yapıyor.
Vilmaso მეგობრებო, მე მინდა მივეცალმო და აი ეს ყვავილები მივართვა ჩემი ომარის უძვირფასეს მეუღლე ქალბატონ სიმის მადლობა უთხრა მას, რომ ესეთი კარგი მეუღლეობა გაუწია ჩვენ სათაგვანებელ ხალხს და მადლობა უთხრა, რომ აი ეს ომარი გაგვიზარდა.
დააჭერა და ამოყვებინა.
მადლობა. Გიბრალტარის თემოტელემაყურებლებო, ეთერშია ტელევიზიო კომპანია ევრიკა გადაცემის სალონი, თქვენს წინაშეა ბატონი ომარ კელატრიშვილი, დიდი ომარ კელატრიშვილის ვაჟი და დღეს გახლავთ იგი ჩვენი სტუმარი. იგი მარტო არ არის, იგი მოგზაურობდა ჩვენთან თავის მეგობრების თანხლებით, რომელსაც ცოტა მოგივანებით გაგაცნობ. მე კი მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ვნახეთ ნაწყვეტი, როდესაც ომარიკო, პატარა ომარი კელატრიშვილი თავის მეგობრებთან ერთად, ანსამბლთან ერთად, რამდენიმე თვის წინ იყო გახლავთ ჩვენი სტუმარი, მაგრამ მაშინ მთელი ანსამბლი იყო და ვერ გამოუკვეთეთ ომარ კელატრიშვილის ხელოვნება და დღეს ეს საშუალება მოგვეცა. მე მინდა სიამოვნებით ვესალმო ომარ ამ სტუდიაში. ომარ, რამდენი წლისა ხარ? 20. ვიდრე დავიწყებდა ვისაუბრებთ ჩვენ შემოქმედებით გზაზე, აი ახლა ამ წუთში ვით ხარ დაკავებული. სად სწავლობ?
დიდი მადლობა დაბრძანდით. თუ არსებობს მაყურებელი, ვინც ახლა ამ სიმღერას გულგრილად მოусმინთ. სალამური და თავად ამუჩეულო საკრავის თვისებები ჯერ კიდევ ზღაპრებიდან გვახსოვს. ომარ კელაპტრიშვილის სალამურის ხმამ კი ისეთივე წარუშლელი კვალი დატოვა ხალხური მუსიკის სამყაროში, როგორც იმ უჩვეულო დუეტმა, რომელიც დღესაც კარგად ახსოვს უფროსი თაობის მსმენელს. ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე უკრავდნენ დიდი და პატარა ომარი. დღესდღეობით წარმოადგენს რა თქმა უნდა ყველაფერი მამაჩემი მის დამსახურება ძალიან პატარა ვიყავი, როცა მამაჩემი სახში საწინააღმდეგო სალამურზე ყოველდღე აბსოლუტურად არ შეიძლება ერთად გამარტება და მეც დავყვებოდი ოთახებში გადავედა თან უკრავდა საწინააღმდეგო მუშაობები. ეს დავყვებოდი უსმენდი ძალიან მომწონდა. შემოწყო რომ მაგაც მიზიდავდა საკრავი და თავიდან მომიტანა მამაჩემი პატარა სალამური. და ახლა უკვე გამოწყობინა სწავლა. პირველად 7 წლის ვიყავი, როდესაც გამოვედი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ამასთან ერთ კურიოზს მოგიყვებით ამ კონცერტთან დაკავშირებით. როდესაც კონცერტი გამოაცხადეს, მამაჩემს ორკესტრი ყავდა. ხალხურ საკრავთა ორკესტრი და გამოდიოდა ეს ორკესტრი. და მამაჩემს ყავდა ამასთან. გამოაცხადეს ხალხურ მელოდიებს შეასრულებს ომარ კელაპტრიშვილი. რა თქმა უნდა, მთელი დარბაზი ძალიან დიდი ოვაციები შეხვდა მთელი გვარის გაბნებაზე. ამ დროს გამოვედი მეცნიერად. ხალხმა სიცილი დაიწყო. ყველა მაგიქვა რომ შვილი ვიყავი. სხვადასხვა ძალიან კარგად გამოვედი, კარგად დაუკარი. მსმენელის აპლოდისმენტს, რა თქმა უნდა, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯერ კიდევ დამწყები პატარა მუსიკოსისთვის, მაგრამ მთავარი მაინც მამის შექება იყო. მაყურებელი როგორ შეხვდება, ამაზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიიღებს, როგორ შეგაფასებს. და ასენა პირველ რიგში მომაჩნია ყველაზე დიდი ჩემი დაფასება იყო მამაჩემის შექება. საკმაოდ რთულია იყო დიდი მუსიკოსის შვილი, თუმცა იქნებ მამის სახელი და ავტორიტეტი ხელსაც კი უწყობს ახალგაზრდა მუსიკოსს საკუთარი ადგილის დამკვიდრებაში. ბედნიერება ესეთ პიროვნების შვილი იყო, ესეთ ცნობილი გამოჩენილი ადამიანის და ყოველთვის მეხმარება მისი სახელი. მაგრამ ამავე დროს ძალიან ძნელია, იმიტომ რომ უფრო მეც უთხოვენ ჩემგან, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ესეთ პიროვნებას რომ რაღაც ნაკლები შვილი ყავდეს იყო რაღაც მითხრა. და ამიტომ მართლა ძალიან რთულია. რამდენადაც კარგია, იმდენად რთულია. როდესაც სცენაზე გავდივარ, რა თქმა უნდა ძალიან ნერვიულობ და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს. რომ ძალიან აღნიშნული როგორ აღიქვავს მაყურებელი. მოიწონებს, არ მოიწონებს. და ძალიან ბედნიერი გამოდივარ სცენაზე. თვითონ ყოველთვის ასე ხდება, ვიცი და ძალიან მაყურებელმა გამოდის, მაგრამ მართლაც ძალიან დიდი დაფასებას ხედავ. და ძალიან ბედნიერი ვარ და ბედნიერად ვხსნებ თავს, რომ მართლაც მამაჩემმა აი ესეთი გაავლო და სცენიდან ბედნიერი გამოდივარ, რომ ეს არა მარტო ჩემი გამარჯვება, ასევე მამაჩემის რაღაც გარკვეულწილად დაფასება. თქვენ ახლა კადრში ხედავთ ხევსურულ ჩოხას, რომელიც უფროს ომარ კელაპტრიშვილს მასზე უზომოდ შეყვარებულმა ხევსურმა ქალმა შეუკერა და ხელით ამოუქარგა. კიდევ სხვა მრავალი ნივთი ინახება ომარ კელაპტრიშვილის პატარა მუზეუმში. თითოეულ მათგანს თავისი ისტორია აქვს.
დროთა განმავლობაში ამ ოთახებს ალბათ სხვა მრავალი ექსპონატით შეემატება, რაც ამჯერად უკვე უმცროსი ომარ კელაპტრიშვილის დამსახურება იქნება. ბუნებრივი ამწყების ინსტრუმენტია სალამურიდან ძალიან უხაროდათ. მაგრამ ერთი პატარა კურიოზი მახსოვს, ნაფარეულიდან ბრუნდებოდით ჩვენი ოჯახი. ხო და იქიდან წამოვედით დიდ გორზე ხო იქიდან ბრუნდებოდით გომბორზე გავლით, მოგეხსენებათ კარგი მშვენიერი ბუნება და შევჩერდით იქ მშვენიერი კარგი წყალი აქვს წყალი. ცოტა სუსტად სანოვი გავშალით ღვინო მოვიღეთ, მასმინდელიც გვახლდა და დავიწყეთ ასე ვთქვათ ბუნებისა და საქართველოს საკითხებზე. როგორც კაცებს შეხედათ ბუნებრივია და მოგვიახლოვდა ორი თუ სამი ახალგაზრდა ვაჟები, რომელსაც ეცვათ საკმაოდ თანამედროვედ მოგვიახლოვდა და ქართველების წესი მოგეხსენებათ, მოიპატიეთ უფრო რატოდეც ავსებინით ციხა და გავშინაურდით ორ-სამ ციხაში. შემდეგ ვითხრათ ჩემმა ბანკერის რომ აბა შეხედე უკაცო რა მშვენიერი ბუნებაა რა ხო სალამური როგორ ლამაზად შეიძლება ხო აი დაუკრა და მოვისმინოთ. ნუ ისე ჩაგილაპარაკა ეს. ამ ბიჭებმა თქვეს რომ თქვენ რა სალამურზე უკრავთო? მე მომმართეს. კი ბატონო, როგორ არა მეთქე ცოტა მეწყინა კიდევაც რომ ახლა სამინარი ერთ-ერთმა მაინც უნდა გიცნოს რომ თუ კი სალამური უყვარს ბუნებრივია. მას ერთმა ვერ მიცნო. ხო და მე საფოსკო კი შეკითხა მე თქვენ უკრავთ სალამურს? კიო შენ უკრავ, შენ სამი უკრავ თუ კარგად, აი ჩვენში ეს ყველაზე კარგად უკრავსო. ხო და კი ბატონო ძალიან კარგი მეთქი სალამური გქონდა წაღებული, მაგრამ მაინტერესებდა იმათ როგორი სალამური გქონდათ. ერთი ჩიკა კიდე მივაწვდი, მეორე ჩიკა რომ გავხიარულებულიყვნენ და მე ვიჩვენე ცოტა რომელიც საინტერესო კახულით ხუმრობდა. მითხრა რომ თუ მართლა უკრავთ სალამურს თქვენ, მოდი დავუყარეთო. მითხარი მე მეთქი რა დავუყრავ, ისე არ უკრავ მაინც სალამურს თქვენ, მეთქი თუ უკრავ თქვენ დავუყარეთო. კი ბატონო, არც ისე ჩვენ კარგად არ უკრავთო, ჩვენ მეცხვარეები ვართო, მაგრამ რაღაცა თუ კიდევ მეორე მხრივ შეეჯიბრეთო. მე ვთქვი მე რა ვაი ჩემს ბაგერისო შეეჯიბროს მეთქი და გერისო მითხრა რატო შეეჯიბრეო და მე ვთქვი ბატონო დავთანხმდი ახლა მე რა უნდა მაჯობოს ახლა ვეთქვი ამან და გამოლები სალამ შენ დავუყარე შენ და ანუ ეს თქვი იმან დაიწყო იმან სალამური შენ რა დაუყრა და აღუგუნა მშვენიერად ყესური ძალიან კარგად. ნუ მე გავიმეორე ცოტა სხვანაირად და ცოტა ისეთ კარგად და ერთი ორი სამი ნომერი დაუყარეს. რაღაცა სხვა დავიწყდი რაღაცა და ნუ რა თქმა უნდა ახლა არც ის სხვა უნდა და ჩემი სალამური უნდა და სალამური არ მიჩუქები ერთო მეტი არ მქონდა. ხო და დავშილდით. კარგად იყავით თუ კარგადო და წავიდი მიდიან და მოტრიალდა ერთ-ერთი ხო გითხარით ცოტა ნაკვიმათი პიროვნება და თქვა რომ ბატონო ომარო ამას მაინც ვიტყვითო რომ კელაპტრიშვილს შევეჯიბრეთო სალამურშიო, მაგრამ იმას ვიტყვითო რომ ჩვენ დავაგეთო. აბა მე უთხარი მივოძახები, დაგიჯერებთ ბატონო ვარ, რა არის სიწმინდა? თქვენ როგორ მიგაჩნიათ? ბატონო ვარ, როგორ გონიათ რა არის სიწმინდა? სიწმინდა ალბათ პირდაპირ მნიშვნელობითაც სიწმინდეა, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ცოტა გაღრმავება და სიღრმეში ჩაწვდომა სჭირდება. ბუნებრივია სიწმინდე მე მგონი სულის სისახეს და სიჯანსაღეს ნიშნავს. აი თუ ერი სულით ჯანმრთელია, ბუნებრივია სასწაულიერია ეს უკვე ესეთია რომ აი ჩვენ რომ ვინდა სწორედ აი იმ სიმაღლეს რომ მივახციოთ სწორედ მე ასე ვთვლი სიწმინდეს რომ სიწმინდე თელ სოფლიოში პრობლემატური ასე ვთქვათ საკითხი არის. სულ ვინც კი წმინდა კაცი არ არის, ისიც კი ფიქრობს და ითამაშოს წმინდა კაცის როლი, იმიტომ რომ მას ძალიან დიდ ასე ვთქვათ პრიორიტეტს ანიჭებს ადამიანი. თუ ადამიანში აღმოაჩინე სისადავე, სისპედავე, სიწმინდე, ესე იგი ის შენი მეგობარი გინდა გახდეს. სურს რომ ოჯახში მოვიდეს შენთან დაუახლოვდე და ასე შემდეგ. და ჩვენში შეიძლება ეხლა ცოტა შერყეული იყოს ეს და სხვათა შორის უპირველეს ყოვლისა მაინც მაცხოვრის ღმერთის ეკლესიაში უნდა ეძებოთ აი სულის სიწმინდე და სიწმინდე საერთოდ. აი მაგალითად ასეთი ეკლესია არსებობს პარიზში, წმინდა გულის ეკლესია. ფრანგებმა აი ამ გენიალურ სიწმინდეს, ამ საოცრებას ეკლესია აუშენეს ხალხო. ეკლესია აუშენეს და არა
ისეთი ეკლესია, წელი პატარა და მომთრო საკმაოდ დიდად კარგად არქიტექტურული და ასე შემდეგ. აი იქ მისული კაცი, რომელიც სამსახურიდან მოდის და საათნახევარი წირვას უსმენს, იგი განწმენდილი, აი წმინდა გულის ეკლესია განწმენდილი უბრუნდება თავის სახლს, კვარს თუ ცოლს, შვილებს თუ დედას თუ მამას. და მე მაინც სიწმინდეს ვხედავ ღმერთში ვხედავ სიწმინდეს რამე თუ აი ჩვენ ბევრი რამე გვაკლდა ქართველებს. აი მაშინ არის ერის უბედობა ჩემი აზრით იქ იწყება, სადაც ფერმკრთალია ეროვნული მთლიანობა და უფლისადმი პატივისცემა. აი რატომ მოხდა ჩვენი დღევანდელი ესეთი სასწაული ამბები, რატომ მოხდა, რისთვის, რა დავაშავეთ, რა შევცვალეთ ამ ღმერთს და ამ ხატს. არა, იქნებ იმიტომ რომ ჩვენ სიწმინდე გვაკლდა და 70 წლის განმავლობაში ურწმუნოთმები ვიყავით. რატომ ჩვენს მიერ აშენებულ ეკლესიებს მტერი ჩვენივე ხელით გვანგრევინებდა. ჩვენს მიერ ნაჭედ ხატებს ჩვენივე ხელით გვასწრებინებდა. მაგრამ ეს წარსულში, მაგრამ ეხლა ხომ ჩვენივე ხელით დავუარეთ სისხლი. ორადნელი იქნება ისტორიის სისხლიანი ფურცლის გადაშლა მომავალთაობისათვის ძალიან ძნელი იქნება. აი რომ ბაზალეთი 300 წლის წინ იყო თორემ ჩვენს მტრებს და მავანდ ესეც ტრადიცია ეგონებოდა ჩვენი. ბოლოს და ბოლოს სიკეთეს მაშინ გაიმარჯვებს სიწმინდე მაშინ იქნება. აი როდესაც ადამიანი სულით ჯანსაღი იქნება, ადამიანი ადამიანს ენდობა, ქუჩაში რომ გაივლი დაინახავ შენს თვისტომს და მას რო შეხედავ როგორც ძმას ან დას შენს უახლოეს, აი მაშინ იღვიძებს უკვე ადამიანში სიწმინდე. დღეს რომ გადადიხარ გადასასვლელს და ვიღაცამ ხელი ან მოგახვედრა შემთხვევით, შენ ისე შეღაღადებ თვალებით, თითქოს გადამთიელი ვიღაცა ატომელი მიდიოდეს. აი რომ აქ ჩვენთან დატრიალებული ტრაგედიების შემდეგ ბუნებრივი არის ძალიან რთულია იცით რომ მოწესრიგდეს ქართველი კაცის სული, მაგრამ ნელ-ნელა როიტყვიან კალაპოტში დგება, ნელ-ნელა უეჭველად კალაპოტში დგება. აი რო გადავხედოთ მსოფლიო ისტორიას, სხვა ქვეყნების ისტორიას, ჩვენთან დატრიალებული ტრაგედია არაფრად მოგეჩვენება. აი მაგრამ რას გვარგებს ესა? ჩვენ ისედაც მცირეს. აი მე ასე ვიტყოდი. ღმერთო მაღალო, გადმოხედე შენს ეს. სიკეთე მოუმართვე. ბაზმას შეარიგე სამშობლოზე ალოცვიდა. შვიდობა მეცი შინ და გარეთ, შენ კი ჭეშმარიტო დედა ღვთისავ, შენ დაიხარე შენი სიუხვედრი საქართველო უყუნისამდე. ამინ. ხანაეროდ რომ იწყებდეთ ცხოვრებას, რომელ პროფესიას აირჩევდით? რა თქმა უნდა, ისევ მუსიკა ცოტა ბანალური პასუხია ეს, მაგრამ მე ამას სიმართლეს მოგახსენებთ. დამიჯერეთ რომ ვინც ქართულ ფოლკლორს ჩაძიებია და ჩაუხედავს მის სიღრმეებში და მის ლაბირინთებში კარგად მისულ მოსულ, ასე ვთქვათ, ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიცვლის პროფესიას. როგორი ეკონომიური გაჭირვებაც არ უნდა დაარღვეს თავს. არ არსებობს. მე არ მინდა იმ ადამიანს ვგავდე, ვინც ვთქვათ, ჭიქა უჭირავს, ვისაც ჭიქა უჭირავს და ამცი უჭირავს და საქართველოს ცხელი შუბლისა და ასე და ასე აღიქცევს. არა, უბრალოდ ეს სამაყებელი გვაქვს უეჭველად ქართველებს, რომ ძალიან სასწაული და განსაკუთრებული ფოლკლორი გვაქვს. აი, რაში სჭირდება ვერ გავიგე იაპონელს, შვედს და ამერიკელს, რომ ჩვენ ქართულ სიმღერას მღერიან. რაც უნდოდა შვეიცარიაში, მთელი ქართული ხალხური საკრავების მთელი კომპლექტის წაღება და იქ დაკვრა იმისათვის, რომ ჩვენ ხალხურ მუსიკას იმათ პროპაგანდა და აგიტაცია გაუწიონ. არა, იცით, შეიძლება ეს კურსი ჩვენი გაგებით არ იყოს სწორი, მაგრამ იმათ იციან ძალიან კარგად, რომ ქართული ფოლკლორი მარგალიტია მთელს მსოფლიო ფოლკლორის საგანძურში.
არა მარტო ჩვენი ხალხური მუსიკა და სიმღერა, საერთოდ თუნდაც დიდებული ცეკვა, საოცარი ცეკვა, თვითონ ჩვენი საყვარელი პოეზია, ხალხური პოეზია, ეს არის სასწაული რამ. ვერ გეტყვით ახლა ხალხური პოეზია როგორი აქვს იტალიელებს, როგორი აქვს ტიროლელებს, როგორი აქვს ფრანგებს, ასე შემდეგ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა რამ დავაბერათ ავტორს, რამ დავაბერათ ავტორს, ეს სასწაულია, ბუნებრივია, ხო ბუნებრივია უნდა ერყას ნაღდი პოეტი. უნდა ერყას ნაღდი პოეტი. ახლა ხალხი ხალხის წიარიდან იყო გამოსული მონაშვილია რა. სასწაულია, მას ხომ გერმანია არ უმღერია, არ უმღერია სხვა რომელიმე ისე საოპერო რაღაც კლასიკური, მან ხომ დაეგვიანა ეს წინწყარო იმღერა, მაგრამ ისე იმღერა, რომ თვით ეს კლასიკური ოპერის წარმომადგენლები განსაკუთრებული მომღერლები თუნდაც ზურაბ ანჯაბალი და ზურაბ სოტკილა პაჰადა ბუჩულაძე ჰავლებს პირში უყურებდნენ თუ როგორი ბგერები და რანაირად იღებდა იგი თვითონ ბგერა სასწაულია და ეს სიტყვებითაც გამოუხატიათ. ესე იგი ადამიანი თვითონ ბუნებაშია იცი დაყბადა ბუნება და მე თუ სადმე შეიძლება სამვენის კლასიკური სკოლა დაარქი თუ კიდევ იტალიური კანტო და რა იცი ბუნებრივია ეს შეძენილია იცი ხმისი ასე ვთქვათ გაკეთებული რაღაც მიმდინარეობა შენი საკუთარი სულიერი აი კეთილ ყველაფერს ერთი სიმღერა რომ მოისმინო კაკუთას გარბი მგონი უნდა ბუნებრივია უცხოელმა რომელიც განათლებულია მუსიკაში და ასე შემდეგ ერთი სიმღერა რომ მოისმინოს ჩაკრულო ან თუ მინდა გურული ნადური ხო აი ერთი სიმღერა უკვე მიხვდება ის კაცი და შეიძლება საქართველოს ისტორია დამიწეროს რასული ცუნთქას ქართველიერი რას წარმოადგენს როგორნი არიან როგორ შეიძლება იმ სიმღერის ასე სიმღერა ასეთი სიმღერის გაკეთება შექმნა ხალხის მიერ სასწაულია ამიტომ მე არც პოეზიაში მომაპატიეთ მაგრამ სიმღერასაც ლექსსაც კი რა თქმა უნდა ხალხურ სტილზე წერდა სალომონს რა თქმა უნდა მინდა ხალხური სტილის გამოვიდეს მაინც დარჩებოდი ბუნებრივია აი ამ აგაზე თავიდან რომ ვიწყებდი ცხოვრებას და აი ჩემი თავიდან დაწყება ჩემი ომარის და სიცოცხლის დაწყება ჩემი დაწყება და სწორედ ზუსტად იგივეს მომეორებინო რაც რა თქმა უნდა მე ამის ხრის ვაკეთებდი დიდი მადლობა ბატონო საინტერესო საუბრისათვის და ვუსურვებ თქვენშვილს თქვენი თანამომავალი ქონოდეს ბოლომდე ცხოვრება. ძალიან დიდი მადლობა ნინო. დიდი მადლობა. 900-იან წლებში და უფრო ადრე ქალაქ თბილისში სხვა გასართობ საშუალებებთან ერთად ყველაზე პოპულარული იყო ქალაქში აშუღის წინ წამოწევა, ისე იგი კუმირად გახდა თუ იგი რა თქმა უნდა კარგი პოეტი იყო, კარგი მომღერალი და კარგი დამკვირველი. სწორედ ამ ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ გარემოცვაში წარმოიქმნა ისეთი ქალაქური სინთეზი, ფოლკლორი, ქალაქური ბოჰემა, რომელიც დღეისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქ თბილისში კვლავ გამოსჭვივის. აი სწორედ ამის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი განჯიდან თავის მეგობარ მაიკოს წერს პეტერბურგში. დავო მაიკო, აქ ძალიან მოწყენილობა მიუხედავად ამისა, ხშირად მართობს ხოლმე თბილისიდან ჩემი მეგობრების მიერ გამოგზავნილი წერილები. აი ერთ-ერთი მათგანი რას წერს? თურმე ირანიდან ვიღაც სათარა ჩამოუყანიათ მომღერალი სათარა. და ჩემი მეგობარი მამცნობს, რომ ჩვენს ჯაფარას, რომელიც ჩვენი საყვარელი მომღერალი იყო, მას კიდევაც გადააჭარბა და აჯობა სიმღერაშიო. რასაბ მაიკო, მე ეს არ მჯერა, როგორ შეიძლება ვიღაცა სათარამ ჩვენი ჯაფარა გაახუნოსო. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საყვარელი გლახო ზახაროვი სწორედ იმ პერიოდში დაიბადა, როდესაც კინტო ყარაჩოღელისა და აშუღის ინსტიტუტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ამიტომაც არის ჩვენი გლახოს სიმღერებში მის შესრულების ხასიათში ქალაქური ფოლკლორის მთელი სიმძაფრით ქონა. როდესაც გლახო ზახაროვი მღერის, უეჭველად ქალაქერი კაცი მოგაგონდება და იტყვი რომ აი სულეხლა ხანს ეს კაცი ალბათ მეიდნიდან მოდის ან ხარფუხიდან ჩამოიარაო. მე ეჭვი არ მეპარება რომ ყველა თქვენთაგანმა ჩემზე უკეთიცით გლახოს პიროვნება როგორც მომღერლის, როგორც ადამიანის, მოგისმენიათ მრავალგზის მით უმეტეს მეგობრებს, მაგრამ
მეც მქონია შემთხვევა, რომ ბატონ გლახოსთან მესაუბრა მაშინ, როდესაც თითქმის 80 გადაცილებული ბრძანდებოდა სწორედ აი აქ ამ სტუდიაში საერთო კონცერტზე მობრძანდა თვითონ გლახო ზახაროვი. ჩვენს ყველა ფონოგრამებით გამოვცხადდით. გლახო თავისი უჯანსახესი ყელით მობრძანდა და თქვა, რომ მე ცოცხლად ვიმღერებო. გაგვიკვირდა სულ ყველას, როგორ შეიძლება 80 გადაცილებულ კაცმა, თანაც ტენორმა იმღეროს ცოცხლად და იგი ხარისხიანი იყოს. როდესაც დაიწყო გლახო ზახაროვმა ორთავთვალის სინათლე, ჩვენი მეგობარი ბიჭები გვერდზე მივდექით და ჩუმად ვეუბნებოდით ერთმანეთს. კაცო ნახე, გლახო არ დაბერებულაო. იცით რა, გლახო ზახაროვს ეხლაც ეკუთვნის, რა თქმა უნდა, იმ საოცარი პატივის მიგება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის, მაგრამ მაშინ, როდესაც იგი ცოცხალი იყო, შეგვეძლო ჩვენ თბილისელ ადამიანებს, ქართველ ადამიანებს მისთვის პატივის მიგება, ხშირად, ძალიან ხშირად, როდესაც იმართებოდა ქალაქ თბილისობა. მიუჯდებოდი ტელევიზორს, ძალიან კარგად გვახსოვს, როდესაც აცხადებდნენ, რომ აი საპატიო მოქალაქედ არჩეულია ეს ყველა ღირსეული პიროვნება, სულ ველოდებოდი, რომ გლახო ზახაროვის გვარს დაიძახებდნენ და სახელს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ მოხდა, თუმცა კი მართლა უკანასკნელი მოხიკანი იყო თბილისისა, იმ ძველი თბილისის ყაიდისა, გლახო ზახაროვი და მას მართლაც ღირსეულად ეკუთვნოდა ქალაქ თბილისის მოქალაქეობა. მიუხედავად ამისა, ჩვენი ძვირფასი გლახო მუდამ ჟამს იყო ქალაქ თბილისის ღირსეული მოქალაქე, არა მარტო მაშინ, როდესაც ცოცხალი იყო, არამედ ეხლაც, როდესაც იგი აღარ ყავს. თეთრ დუქანთან სტირის არაღანი მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში თავი დაავიხრჩო. სიყვარულისგან მეტ მოთმენის არა მაქვს ღონე, მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში თავი დაავიხრჩო. მეტი მოზიდეთ კალმახები მაშარაგვიდან, რაც იყოს ამ ქეიფსაც ერთხელ ავიტან, ერთხელ ამას ქალზე მარტო ერთი ლექსი დარჩება, განა გავხდებით პოეტები ლექსის ჩარჩებად, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება ხომ არ გინდა, გათხოვება რომ მინდოდეს შენი კითხვა რაღაც მინდა ეგრე მეარღნევ. დამტურიე დასხე გეთახვა, აბა რადგი ღირს ერთი ძველი შენ მუხამბაზი, რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს თან გახვა. შაბათი რომ დაღამდება, კვირა გათენდება, თამრიგო მოწამლულა, რაღა მეშველება. ტყვილი იქნება ჩემო ძმაო, თავს ვინ იწამლავს? ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად ქვიოდა თამრო ის სხვა სიყვარულს უეჭველად გულში იმალავს. რამდენი ზგინდა თვითონ ვიცი იმას ყავს საქმრო, ჩემო მეარღანევ. გენაცვალე, გაიღე სული. საქართველოში ნეტა ასე ვინმეს უყვარდე. რა უყოთ მერე? პოეტი ვარ ხელით დასული. საქართველოში ხომ ფეტვივით წესავენ ვარდებს, ვიცი გიყვარო არასე მწარეთ მიტირებ არღას, ვიცი გიყვარო რომ არ გინდა მოკვდეს თამარი შენ ჩემო ძმაო თუ მოკვდები, არვინ დაგმარხავს, თავის სამარხის ზედ გარტყია ვერცხლის კამარი. ძდები მე არღანევ, გათხოვდება ეგ შენი ნინა, არ დაიჯერო ის თამრიკოს რომ მოიწამლოს ქალია. დიდხანს უფროდ რა მარონია, ქალია და
იშოვის თავის მალამოს უბრალოდ ვყდებით მე არ ღნეები და პოეტები მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკლად ვეპატიებ ბელდებიან და ხრებიან. ჩვენ კი საუკუნეებს უძლებთ. გაილის წლები დასრულდება ეპოქა ჩვენი ცივილიზაციის პროგრესისა. კაცობრიობის წინაშე ახალი სიგნალები წამოიჭრება.
მაშინ ადამიანები გადახედავენ წარსულს და კვლავ აღმოგვაჩენენ ჩვენ, როგორც ჩვენ აღმოვაჩინეთ წარსულის დიდი ეპოქა. ომარ კელატრიშვილს ჰქონდა ბედნიერება შეხებოდა ჩვენს მიერ აღმოჩენილ წარსული ეპოქის მითს და არა მარტო შეხებოდა, არამედ შთაებერა სულის სალამურისათვის, იმ სალამურისათვის 1000 წრეულებს მიღმა რომ ჩაატანეს მცხეთელ ჭაბურს ჭირის უფლება. არ ვიცი რამდენად მართალი იქნება ამ შედარებით ზემოთმოყვანილ ციტატასთან, მაგრამ მე ორჯერ აღმოვაჩინე კარგი კაცი, შესანიშნავი მუსიკოსი ომარ კელატრიშვილი. ერთხელ მაშინ, როდესაც მის მიერვე წაკითხულ ლექსს მოусმინე, 1000 წლოვანი სალამურის ნახვით გახარებულს რომ დაუწერია, მეორედ კი მაშინ, როდესაც ამ ინტერვიუს უწერდი, ბატონი ომარის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე. იჯდა ჩვენს წინ შესანიშნავი მუსიკოსი, პიროვნება და გულგახსნილი ხვდებოდა თავის წარსულზე და აწმყოზე, ტკივილსა და სიხარულზე, სიყვარულზე, კაცობაზე და ჩვენს წინ სულელად იხსნებოდა კაცი, რომელმაც ხელახლა აღმოგვაჩენინა და დაგვიბრუნა სალამური. ხოლო თვითონ ომარი და მისი ჯადოსნური სალამურით აჟღერებული მუსიკა არ აღმომიჩენია. ის თანდათანობით შემოვიდა ჩემში ისე მსუბუქად და ლაღად, თითქოს მთელი ცხოვრება თან მეკარებინა. თვალსა და ხელშუა გამქრალა დღე, თვე, ხოლო ეს ინტერვიუ სიკვდილის დადგომამდე ერთი თვით ადრე ჩავიწერე.